მადლობა. და კვირის სახარება რო განმარტოთ და ამ ჯვრის თაყვანისცემაზე რო ვისაუბროთ. ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ დიდი მარხვის მესამე კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. რატო აირჩია ეს დღე ეკლესიამ და რა დატვირთვა აქ ამ დღეს ყველა ქრისტიანის ვისაც მარხოს ინახავს და ღვთისმსახურებას მონაწილეობს ესწრება უშუალოდ ემზადება წმინდა ზიარებისთვის. ჩვენ მაშინ და გავიხსენოთ თანმიმდევრობა დიდი მარხვის კვირების, რომ პირველ კვირა არის კვირა მართალო ზეიმის, მეორე კვირა გრიგოლ პალამას ხსენება თესალონიკის ეპისკოპოსის და მესამე კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. მართალო ზეიმს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ეს არის ზეიმი ვინმეზე არა ძლევა ამ სოფელზე. ეს ძლევა პირველ რიგში საკუთარ თავში ძლევა სოფელზე და წმინდა ცხოვრება მათი მოწამეობრივი ღვაწლი აღსასრული არის ეს მაგალითი ამ სოფლის უარყოფის საკუთარ თავში პირველ რიგში და მე სოფელთან მიმართებაშიც ეს ამ სოფლის სასურსო არ აყვება ადამიანი. ხალხ იმისა, რომ მათ შეიძლება ქონდეს თავისი ემოციები, გრძნობები, წარმოდგენები, მაგრამ თავარი არის მისთვის ერთი რამ. უფლისადმი სიყვარული, რწმენა და უფლის სიტყვის თანახმად ცხოვრება, ისინი ცნებების ცხოვრება. და თუ შეძლო ადამიანმა ესე განლო თავისი ცხოვრების გზა, მაშინ იძლევა რომ მან იზეიმა ამ სოფელზე. და მეორე კვირა გრიგოლ პალამა მაჩვენებს მაგალითი იმ საშუალო პირის ეპისკოპოსის მოღვაწისა, მათ ჭეშმარიტების ქადაგების და ჭეშმარიტ დაცვისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოების დაცვისათვის და თავი იღვაწა იყო შეპრიცილის სამისა დევნისა საყობილებს მოუტია მათ, მაგრამ ბოლოს სიმართლე გაიმარჯვა. ანუ ჩვენ ხედავთ რწმენის და სარწმუნოების და ჩვენი ცხოვრების მაგალითები არის. მესამე კვირა ამიტომ გვახსენებს, რომ თუ ჩვენ ვიცით წმინდა ცხოვრებით მრავალი არიან ვინც ძლია სოფელს თავის თავში, მაშინ შენც უნდა შეძლო ძლია სოფელს შენ თავში თუ ხარ ქრისტიანი. რას ნიშნავს ძლია სოფელს? უფალი ამ ვისაც უნდა იყოს შენი მუწაფე, უარყოს თავითვისი, აიღოს ჯვარითვისი და შემოიდგეს მე. ესოთ ეს სიტყვები სახარებიდან მარგოს სახარებიდან დაკითხული იყო კვირა დღეს ტირვაზე. რას ნიშნავს უარყოს თავითვისი? და შემდეგ არის ეს სიტყვები, რომ ვისაც უნდა რომ გადარჩინოს ეს სულია ძველ ქართულში ეფენი დარწმუნდას, ანუ დაკარგოს, დაივიწყოს და ვინცო დარწმუნებს თავისს ჩემთვის და სასופეებისათვისო ის ხონდებაო. მოხაც პერიფრაზია იმავე შინაარსის თვითველი, რომელიც გეუბნება, რომ მორწმუნე ადამიანს შენ გინდა რომ იცხოვნება, მაშინ უარყავ თავი შენი. და შენი როგორც ყველა ადამიანის გაურებული და დაცემული ცოდვით დაცემული ბუნების კარნახით უნდა იცხოვრო. ისაც გონია რომ ეს შენი პიროვნული თვისებებია, ესე დაცემული ბუნებიდან შენში ჩანერგილი
ეს დამოკიდებულება. ამიტომ ეს უარყავი, ანუ დაივიწყე, დაკარგეს და თუნდაც ხონა და ვინცო უარყო ეს სოფელი, ის აცხონებს თავის სულს. აი ესეთი არის დატვირთვა მესამე კვირის სახელწოდების დიდ მარხვაში, რომ ჯვარის თაყვანისების. ანუ უფლის ჯვარის ხშოვნით ჩვენ ვიხსენთ, რომ თითოეულ მართებს ჯვარის თვირთვა. უზრუნველმა თქვა, ისიც უნდა იყოს შემოწაფე ჯვარი შენ და შემოდექმე. უარყავ თავი შენი. ანუ უარყავ ამას სოფლის მიტკილებანია. შუის გზობა იქნება, რაღაცის გაკითხვა იქნება, თუ ესეთი არასოდეს გამდიდრების სული შენში და ზრახვებია. უამრავი შეიძლება გემოთ მოყარების, პატივ მოყარების, დიდების მოყარების ზოგი სასმოს ეტანება, ზოგი სხვა რაღაცა დამოკიდებული ხდება ამ სოფელზე და ამ დამოკიდების გამო უარყოფს ღვთისმსებებსაც, სიმართლის სიტყვას, შეშმარიტებას. თადია რომ ეს დამოკიდებულია მისი სულისთვის. და ვინც უარყოფს აი ამ მიდეკილებებს და ცნობუნებისა და გაუძლებს აი ამ სასწროს და გასასწრებს, აიღებს თავის ჯვარს, აიღო შენი ჯვარი. შენი ჯვარი უნდა აიღო. ვიღნის ჯვარი კი არა. შენი ჯვარი ნიშნავს, რომ რაც შენ ცხოვრებაზე გაქვს გასასწრები, ეს უნდა იტვირთო. რწმენით, სასუებით, უფალსმინდობით, ვედრებით, ლოცვითა და მარხვით. აი ეს არის მთავარი სულიერ შინაგან უხილო ბრძოლაში. რატომ ადამიანის ჯვარი გულისხმ მაშინ ხომ მაცხოვარი ჯვარზე გაგრულიც არის ხომ მე ჯვარს რატომ აქ ეს დატვირთვა როდის არის გული როცა ამ სიტყვას ამბობს აღიღე ჯვარი შენი ხო და ხო ეს ჯვარი რატო იგულისხმება უფალ მოხუცის ისეთ მოვიდა კი ეს კი მაგრამ ჩვენ ტელემაყურებლებს რომ გამომართოთ ყველაფერი გარდა მისა თვითონ ჯვარზე დასჯა ადამიანებს ხდებოდა უკვე მაშინ ეს რომაელებმაც მრავალი ჯვარს აწვეს ესე და მაგრამ ისრაელში გვარ დამამცირებელი სასჯელი ეს კი ყველგან წეულია ძეოზე დამოკიდებულია ну ძეოზე ძელი ხა ზოგიერთ სექტანტი უნდა სწორხაზოვნი ერთი უნდა ყოდა იმას დაკიდებული ბოძივით წარმოდგენიათ ძელი მარტო ბოძი არ არის ძელი ხისგან არის ხო ესე და ეს ხეზე დამოკიდებული რატო ხის ნაყოფის მიღებით და მოხდა დაცემა ამიტომ შენ შეეწირე ამას და გამოსხილოს ხდება რომ შენ სხვებსიო თავისებურად ძლევ იმ ხის ნაყოფს ის გეგონა ვინიცობის მოყარეობის მიმზიდველი ну აი შენ მიიღე ეს და თუ ამას თქვათ მიიღებს შენ და ეთანხმები როგორც ის გონიერი ავაზაკი მეორეს ეუბნება რომ ჩვენო სამართლად ვისჯებითო და ის უსამართლო ის მართალია მაცხოვრზე ამბობს და სწორედ აი ამ ხედვით მას რწმენას მიეცა ქრისტესი და მეფშენდა ითხოვ მომიხსენე ოდეს მიხვალ შენ სოფელში სასოფელოშიო იქ მომიხსენეო ასე რომ ჯვარს ეს დატვირთვა აქ ითათ მონებს ამ დამიოხავს ამ დიდ დამრიში მძიმე დამნაშავის ხო იქ ხო ორი ავაზაკი იყო გაკრულ ჯვარზე და ესეც რომ მაჩვენებელია და ავაზაკთა შორისო მაგრამ ავაზაკობისაც ცოდვა ქონდა ჩადენქის ასეთ არ უცოდველია ხო ამიტომ სწორედ ამით მოხდა რომ უცოდველი მსხვერპლით მოხდა გამოხსნა ცოდვისა
ბიოქიმიის ობის ადამიანისა და თითოეულ ჩემგანში რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად მოგვეცა რომ ემსგავსოთ იმ გონიერ ავაზაკს რომ ეთქო რომ ჩვენ ეს განსასწრებელი და უსამართლობები რაც ხდება ქვეყანაზე ვეყოთნის ჩვენი ცოდების გამო და მიტვირთოთ ამიტომ უდატვინებად ავიტანოთ ეს მოთმინება გქონდეს და ნუ განკითხვაში ჩავარდებით და მით უმეტეს ღვთისმოբაში ჩავარდებით თორსა რა დავაშვე მაგის ან ზოგი დახის რომ აი ესეთი მოთუ კი არ დავაშვე შენ გამოსდა გადიხარ და ჩაბარებ ამ გამოსას თუ არა კი არ დავაშვე მეზონ საშუალება ის იგი რაღაცა გაქვს იქეთი გაკეთებული შენ ან შენ წინაპარს ის გამოც შენ ეს გამოცდა ჩაბარებ თორე მამები ამბობენ როცა არაფერი ხდებოდა მონასტერში და კარგად ყოფილი მაშინ ვტიროდითო ჩვენ რომ დაგვიწყო უფალმა ჩვენ რა ცოდები არა გვაქვს ხო რომ იმის განსასწრებელი მოვიდეს ჩვენზე და ხავთ მაგრამ ეს მორწმუნე ადამიანის აზროვნების ცოტა სფერო და პერსპექტივა ხედვა ითვალისწინებს აი ამ უფალთან ურთიერთობას და ღვთის გაგების და ღვთის ნების შემეცნებას მაგრამ ვიცით წმენა არ აქვს იმის შესაძლია ის უმეცრების გამო ვერ ხდება მიზეს თავის ასეთ მდგომარეობის ხო ის ავაზაკს გაუნაცხო და ის და მეორე ავაზაკი ვერ მიხდა და ისევ მაცხოვს გმობდა აღზევდა გმობა შემიძლებდა ხო ეს არის საიდუმლო ქრისტიანული სარწმუნოებისა რო ეს ხდება დეუშობაზე არა რაიმე ფიზიკური ძალით არაღით ან ფულით არა აი მოთმინებით მიტევებით საშუალებით წმენით სიყვარულით მოწყალებით თქვენ უნდა აი შაბათს იყო სახარება სადაც საუბარია იგავით გვესაუბრება მენახის მეპატრონეზე და აი ამაზე რომ ვისაუბროთ და განმარტოთ და პირველ ჟამს მოუწოდა თავის ვენახში სამუშაოდ და პირდა რომ გადაგიხდით უიმუშავებ მთელი დღე ერთ დრაქმასო მე მესამე ჟამზე გავიდა მე მეექვსე ჟამზე გავიდა და ბოლოს დღე იწურებოდა მე-11 ჟამი იყო ანუ მწუხრი ჟამია და აინახა კიდე გასდა თქვენ არ დგავთ ცენტრი აქ უხმათო არა დაგვიდა ხო ჩვენ და დგევართ ხო ისე არ მოხდა შეხვედრა მათი უფალთან რაღაცის გამო მაგრამ ყოველ საქმის გეთებაც გვიან არის მაგრამ დაეთახრენ აი წავალთ და მე თორსა ანგარიშწორების ჟამიდან უფალმა უთხრა თავის მნესო მიეცი ყოველს ასე ვისაც აიკუთვნეს და დაიწყე ბოლოს ვინც მოვიდა იმათ ჯერ იმათ მიეცი და პირველი ვინც პირველ ჟამიდან იყო ჩვენ მთელი დღე ვიღვაწეთო ეს პაპანაკება ის რომ გადავიტანეთ და იგივეს გვარდნებათ იმათო ხო აი ხარ პრინციპი ღვთისა ფსალმუში არის ცხადად ნათქვამი იგი წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო აი და წყალობით ხდება აი რაც სამართლის მიხედვით ხდება და ეს უთხრა მაცხოვარმა რომ აი იგავში მე ხო ერთ დრაქმაზე მოგირიგდი თქვენ ხო თანახმა იყავთ ანუ სამართლია თქვენ რაც გეგებთ ხო მიიღეთო და ამას ჩემი წყალობით ვადლებთ თქვენ რა შეგშურდათო ხო და აი ეს არის რომ ჩვენ გავხსენებთ მაგრამ არის განმარტება რომ ეს ბოლო ჟამზე საუბარია კაცობრიობა არის დასაწყისოდაც პირველ საუკუნეების ქრისტიანებმა შეიცეს ქრისტე და მისი შეწამებოდნენ ცხოვრობდნენ ასკეტური ცხოვრებით ხო უფალი უთმობდა საშუფევლს
მასთან ერთობაში ყოფნას. და არის ბოლო ჟამი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. და ფაქტობრივად ვართ კიდევ ამ ბოლო ჟამში. როგორც ივანე მახარებელი ერთ ეპიზოდში ამს რომ ბოლო ჟამი უკვე არისო. ანტიქრისტები უკვე არიან ჩვენ შორისო, მაგრამ ის ბოლო უკანასკნელი ჟამი კიდევ წინ არის. ბოლო ჟამი მხრივ რომ ყველა წინასწარმეტყ აღსრულდა ბოლო დარჩა. ქრისტეს მეოთხე მოსვლა და საყოველთაო აღდგომა და სამსჯავრო. ეს დარჩა აღსასრულებლად, მაგრამ ვინგან იტყვის ეს რომ ჟამი დადგება უფალმა იცის, ამის ცოდნა უფალმა ჩვენ არ მოგცა. მაგრამ მოგცა ნიშნები, რომელთაც შეხვდებით რომ მოახლოებული ეს ჟამი. რა ნიშნებია სახარებაში დაიკითხო. მათი სახარება 24 თავი შეიძლება გადაიკითხო და დაინახოთ რომ იქ ორი ისეთი ნიშანი არის განსაკუთრებული ყურსაღები. გამრავლებით და უშუალობისათა მრავალთა შორის განხმის სიყვარული. და მეორე არის რომ იქადაგებს სახარების მთელ ქვეყანაზე და მაშინ დაიწყება განდგომა. ნუ კიდევ სხვა ნიშნებიც არის მოცემული. მოცემული თავის ეპისტოლებშიც არის ეს ნიშნები. ანუ თუ ჩვენ შევამჯამეთ ამ ყველა ნიშნებს მივხვდებით, რომ ჩვენ ამბობთ აი ამ ბოლო ჟამში ვართ, მაგრამ ეს არის რომ ამდენხანს გაგრძელდება ეს ბოლო ჟამი. 10 წლები, 100 წლები. ჩვენთვის აი ამ ცოტა არის მოცემული და მას ყოფილები უნდა უწაფებს მათ კითხვაზე რომ ხროდის იქნებო ეხლაო? არა, არ არის თქვენთვის ეს მოცემულიო. თქვენ იღვაწეთ და უფალი განსის თვითონ. რომ უთას უფალმა აი 3000 წლის შემდეგ ხო დიდი დრო გაქვს და აღარაფერს არ გავაკეთებთ. ან მე ხომ მანამდე მაინც ვერ მივახცე და მე რა ვიცი და დაანებე თავს. და უცა შენ არ იცი როდის მოვა უფალი. მაშინ ყოველთვის ელოდები მას. იგივე ჩვენი გარდაცვალება ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, ხო მე უფრო. ჩვენ რო ვიცოდეთ, როდის გარდავიცვლებით, ბევრ ამბეს არ გავაკეთებდით და ბოლოს გადავიტანდით გასაკეთებლად. კიდე შეიძლება პირიქით, რომ მაინც ხდები და ბარემ ეხლა და დაიწყოს უწესო ცხოვრებას. დიახ. თქვენ უფრო გარკვეულწილად ეს ბოლო ჟამი ადამიანებზეც ხო დამოკიდებული, თუ წავართ ღვთისკენ ეს დრო გაიზრდება და თუ უზნეობით ვიცხოვრებენ, მაშინ შემცირდება. კი. ნუ ეს დრო და ჟამი ღვთის ხელშია. ჩვენ ვერ განვაგებთ ამას. ესეთი საქმეა. თქვენ არის ასეთი შეკითხვა კიდევ თუ შეიძლება რომ გითხრათ დავსვათ რომ აი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ოჯახში თუ აღმოჩნდება კათოლიკური ხატი ან წიგნები რა უნდა ვქნათო როგორ მოიქცეთო? ნუ ზოგადია რა აღმოჩენ შენ სახლში. პირველში შენ თავში აღმოჩენ. ისა შენ გარემოცაში აღმოჩენ. ეს საკითხია რომ მოთ უფრო დაკონკრეტებას ითხოვს. ეს პასუხი. რას გულისხმობ თქვენ ამ კითხვაში? აგია თქვათ ხატი არის ლათინური კათოლიკური ხატი, მათი გამოშვებული ლიტერატურა არის ხო? ნუ ლიტერატურა შეიძლება მოძვარს მიუტანო და თათ ის გეტყვის მაშინ. დაიკითხოთ, თვითონ დაიტოვოს, დაიკითხოთ, გაიცნოს და მე გეტყვის გამგიმარტავს. ეს მოდათა ურთიერთობის რა გადაწყვეტოს. ასევე ხატი. ნუ ფაქტობრივად კათოლიკებს ხატი არც აღარ აქვთ. ეხლა უბრუნდებიან ხატს და
ჩვენ მოლოცავთან ერთად მოვილოცეთ იტალიაში სიწმინდეები და იტალიაში შევდიოდით, იტალიაში ნახეთ რომ ადგილზე არის ძველი ხატი, ბიზანტიური ხატი, კანონიკური ხატი და შესაძლოა რომ ამ ტაძარში არის თავი სიწმინდე ეს ხატი. საოცრებო თვითონ ხსებია რომ ეს რასაც უთოდის კანონიკურ ხატს და რომ უძველეს რომ ეს ნამდვილად კავშირში არის იმ პირველ სახესთან რომელიც გამოსახავს წმინდანთან ასე სარკმელი მარადისობაში სარკმელი სასופელოში და მიმართა იმ პიროვნებას იქ გამოსახულება ის ესეთი პრინციპები ხატერაში არის სხვაგან არ ხდება ჩვეულებრივ ხატრობაში არის ბუნებრივი განზომილება ჩემიდან სადაც იქ შორს და შორსაც არის ის პატარდება და ახლოს ასე ახლოს მე ვარ და ხატში არის უკუ პერსპექტივა შენ ხარ იქით რაც შორს არის ის დიდად ჩანს რას ნიშნავს რომ ახლოს არ სუფალი ჩვენთან არ სუფალი და მოგიწოდებს რომ შენ დაინახო შენ თავი მის წინაშე დაილოცე რომ თუ უფალი ისმენს უფალი ხედავს ერთ-ერთ ფსალმურში არის საოცარი სიტყვები რომ ესე იგი მიმართავს თქოს უფალი ან წინასწარმეტყველი რიგით ადამიანებს ეუბნება რომ როგორ ვერ ხდებით თქვენ უგუნურნო რომ ვინც შექმნა თვალი ის ვერ ხედავსო ვინც ყური შექმნა მას არ ესმისო ვინც ჯული და სამართალი მოგცა არ განეკითხავს ამ ჯული და სამართალსო ვერ ხდებითო ანუ ეხო ორხრივი კავშირია და შენ თვალი მოცემული გაქვს იმის რომ დაინახო და ყური გაიგონო და მაგრამ ფიზიკურად დაინახავ თუ სულიერ დაინახავ შენ სულიერ თვალით ხედავ თუ მიწიერი თვალით შენ სმენით რა გესმის ცუდით იმახშორებს თუ კარგს იმახშორებს ნო უფალი განჯის გახშორს მსები მოგცა ჟული მოგცა შენ რა არ ელოდები რომ ამაზე პასუხს აგებ ხო აი ასე ვიტყვით აიტომ ისაც თქვათ ჩათვლითო არ არის ბათ ნუ ამ შემთხვევაში ანუ კანონიკური ხო და არის გამოსახული სწორად მაშინ ნუ იმას არ ილოცებ იმიტომ რომ დარღეულია იქ როცა ხო გამოსახული სიმბოლურად რაც გამოხატულია ის უკვე აღარ გაკავშირებს შენ ფოტო და ამასინად ერთმა პიროვნებამ ითხრა რომ აი ზოგიერთი არის შემთხვევაში მაცხოვრო ჯვარზე გამოსახავს რომ სამოსითო კვარტითო არის მთლიანადო და შეიძლება ეს იყოსო და თუმცა სახარებაში არ წერია რომ განძარცვესო და მის სამოსელი გაიყვესო იმ დაცვის ვინც ხალხი ნუ მეომრებმა და კვარტი მთლიანი იყო წილიყარესო და წიასამეტყვა ახშულდაო ხო იქ ფსალმურში არის განიყვეს სამოსელი მათ შორის და კვარტსაც შემდგე განიგდეს წილი ხო ეს რაც ნიშნავს შენ წიასამეტყვის სიტყვაზე რომ განხორციელო და რეალიზდა ქვეყანაზე იმას ვარყოფ რატო ხატზე რას ნიშნავს შემოსილი არის კვარტით თუ სხეულით რომ სწორედ სხეული ჩანს რომ რეალურად უფალმა კაცობრიო ბუნება ცოდის გარდა იპირთა და ყველა ეს ტკივილი რაც შეიძლება სხეულმა განიცადოს მან საქართველოში დაიწყეს ასეთი ხატების დაწერა მეუღე არა ნუ მაჩვენეს ვიღაცამ აი შესთავაზა ეს ხატი და რა არის ეს ნუ თქვენ ეს ნიშნავს სახარების სიტყვის უგულებელ ყოფას ნიშნავს რომ რატო იქ სხეული რატო არის ხო
ნამდვილად ფიზიკური სხეულთა ხაროთა შემოსილია, ახლა სიმბოლიზირებულია, ახედა. აქ რეალიზებულია, რომ ნამდვილად ხორციელად და მაშინ თვითონ ვინც კითხა, გაუჩნდა კითხვა და იმიტომ ხარ რომ კვართი სწორია და ხარ და სხეული იქ უნდა გამოხატო, უფრო რთულია ის გამოხატვა. ეგ უკვე ალბათ მეთქი იმას უნდა კითხო მეთქი, რატო აკეთებს? თავისი აზრები აქვს წარმოდგენა თუ უბრალოდ უფრო მარტივია, ხო? ესე გრძელი კაბა და შეღება და დამთავრდა. სხეულის ნაკვთები არა გამოსავალ. აი, აჩი ხო, ანუ რა შეძებს ადამიანი? წერია ცხადად ესა. და ჩვენ მოციქულები ხედავდნენ ამ სხეულს, უყურებდნენ, ხედავდნენ. თიშობელი იქ იდგა და მოწაფე მისი იოანე ახლა იქ იდგა, რას უყურებდა? შემოსილ სხეულს? თუ შიშოს და არგანისტი და რეალურად თუ ფიზიკურად მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა ღვთის უდიდესი განგება აღსრულდა იქ. და მაგრამ ეს მერე განიცადეს იმ ტკივილის აღდგომის შემდეგ გასნობიერეს მოწაფეებმა რომ სიდიადე ამ შეჭრილ სხევლისა. და შენ კიდე ეს სხეული დაფარო? აი გზაური. ადამიანში. ნუ რა თავისი რაოთო შემოიტანოს განსხვავებული და ისინი განსხვავებული უფალთა მიმართებაში როგორია? ამას არ გითხულობ. აი, ასე რომ განშია რა გამოსახულება არის იქ. შეიძლება არ ილოცო, მაგრამ სამახსოვროდ ვიღაცამ რო გაჩუქა შეიძლება დაიტოვო. იყოს, მაგრამ იქ არ უნდა კრეხელობა. ანუ თვითნებურობა. აი მაგალითად ხო არის თქვენებო რომ მაცხოვარს თავზე ჯვარი აქვს ხო გამოსახული ჯვარი ხო ასე რო აქვს დაყოფილი წარწერით ხატზე და შარავანდეთში იმას და არა აქვს თქვათ ლათინური მასში ხო მარტო შარავანდეთი აქვს სუბთად ნუ ამ შარავანდეთზე თუ მასში კანონიკას ვიკითხავთ არის 3 ასო ბერძნული ომიკრონი, ომეგა და N. ონდოს. არსი. მერტი. თით არსი მარტო მერტია. დამით სიმბოლ გამოხატავს, რომ აი მერტი ჩვენთვის გამოვიდა ქვეყანაზე, ჰა? იმათ ხატებში არ არის ეს. ნუ ხა იქ რაცა სხიებს ხატავენ ხოლმე რა, მაგრამ კანონიკა სწორედ ხუცობს, რომ გახსოვდეთ, რომ მერტი ჩვენთვის გამოვიდა ეს ქვეყანაზე. იშვა აქ დაითმინა ყოველი სიკვდილი და პირადად რა წარწერა გაკეთა ხო იესო ნაზარელი მეუფე 2000 ესეა და მეუფე 2000 ანუ ხსნელი მაცხოვარი მეუფე ესეთი ხატი ჩვენ სალოცავ კუთხეში უნდა ძანდებოდეს თუ ცალკე შეიძლება დავდოთ და შეიძლება ხო რაღაცა ვიღაცის საჩუქრები რო გაქვს იმის გასაგებად ჩვენ გადაგდებთ არ უნდა გადავაგდოთ არა შეურაცხყოფა შეიძლება თუ გამოსახულება არის ის და იცი რომ მაცხოვარი ხო შეიძლება დაუბრუნოთ მიუტანოთ და ან არ მიიღო იცი რა ეს არ შეხო გინდა გამახარო რა ნუ ხა ვთქვათ გაფუჭებულ იმას აქვია ვარს ხო არ მომცემე ვარშლია შეიძლება მიჭა მოჭა რაღაცა იქიდან კიდე ვარგობდეს მაგრამ თუ მაგ კარი საღი მომეცინა სრული მომეცი თქვენ მეფება ახლა რეკლამის დრო და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი მეტი თანხა და ნაკლები პროცენტი ავტოსესხზე ევროკრედიტის პირველ მომხმარებლებს. მოასწარი 31 მარტამდე და დაიმტკიცი 100,000 ლარამდე სესხი რამდენიმე წუთში. ავტომობილის უზრუნველყოფით გაცემის საკომისიოს გარეშე. თვეში ნომინალური 1.95%-დან ეფექტური 2.9%-დან. შეავსე ონლაინ განაცხადი. მოდი ფილიალში ან დაგვირეკე.
იმ გრძნობებს შორის, რომელიც ადამიანს გააჩნია, ყველაზე კეთილშობილური სიყვარულია. ეს არის მზე, რომელსაც დღეს მე ვხედავ. გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს. სიყვარულით ავერსი. ხო ვერ გადავაგდებ. გრძელდება ჩვენი გადაცემა და თქვენ მეფევა, ასეთი კითხვა კიდე რადგან ამ საკითხს შევეხეთ, ხშირად არის შემთხვევა, როცა ადამიანებს ხატის სახში დაუზიანდებათ. ხო და აი შემდეგ ან გადააგდებენ, ან ტაძარში მოვაქვთ და ტოვებენ. არც მოძღვარს უტოვებენ, უბრალოდ მოიტანებენ და ჭიშკართან დადებენ ტაძრის ყუდოსთან და იქ ტოვებენ. აი როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში? აი ხო მეგეთქვით რომ გაჩნია მდგომარეობაში აი ერთ ტაძარში რომ მომიწევ მსახურება, დიდი ტრაპეზზე იყო პატარა ესეთი ხატი. დამწვრობის იყო ალბათ 80%-ზე მეტი დაფარული. მაგრამ ის ფრაგმენტები ჩანდა, მაინც მივხვდი რომ მაცხოვრის ხატი იყო, ხელთუქმნელი ხატის სახე იყო. და ვკითხე მოძღვარს, რატომ გაქვს მეთქი აქვს ძვირა ტრაპეზი და აი თქვა მოწონე მოიტანაო და რა ვქნაო ეხლა როგორ მოვიდა მე არ ვიცი რა ეკნა და ადრე ტრაპეზზე მეთქი ხო იცი დაზიანებული ამაზე ხო ერთი ლოცებ მეთქი და ხო აბა რა ვქნაო ვიცი მოდი გამატანე ხატი და ერთ რესტავრატორს ვიცნობ და შემეკითხები თუ შეიძლება მის აღდგენა მივიტანე და გამარჯვებული თუ ყურა და რაღაცა ხაზები მაინც იკითხებაო ვეცდები მე რა აღვადგინო გავიდა ხანი და მითხრე იმან რომ აი მე დავასრულე რაც შემძელი შეგავაკეთეო მოვედი და გაუგნებული ვარ სრული სახე არის როგორ დაინახე და აი ხაზები მე იმიტომ რომ რესტავრატორმა დიდი გამოსილება აქვს და უამრავი ხატები ნანახი და მიხდა სტილი რა არის აი ხატის რომელი სტილი არის გაკეთებული და იმ ხაზებით მე აღდგინა ნუ გამიხარდა ეხლა მე ვამბზენი იმ ტაძარში და მოძოს არა მოძოს ვთხარი იცი რა რესტავრატორმა დამიბრუნა ეს ხატი და რომ მოხალ მეთქი გაგატან რაღაც აყუნება ის რაღაცა და მე მართლა საქმე ქონდა და მოვიდა ჩემთან და ნეუდა ეს მეთქინა დავჭირებელია ეს ის ხატია აბა ნახე მეთქი ის რა სასაულიო მეთქი აი სიყვარულს უფლის სიყვარულს შეუძლია მეთქი მოინდომა იმან დახედა და ნუ ცოტა გამოსილება ქონდა ნანახი ესეთი ტიპის ხატიც ქონდა ნანახი ხო ცოტა სკოლა არის ხოლმე რაც განსხვავდება აი შეიძლება მაგრამ შესაძლებელი აღდგენა რა ვისთან მიიწევს აღსადგენა გააჩნია და რამასთან განაკეთა თუ თაბაშია მოტყდა იმას მაშინ ნატეხი არა გაქვს ვერ მიაწებებ მაინც უნდა ზიანებულია და თუ ფერწერული ხატია შეიძლება გამოსილ რესტავრატორმა შეძლოს იმ აღდგენა ან ფრაგმენტულად ისე რომ სახე იკითხებოდეს თორე საეკლესიო კანონებით თუ დარღვეულია ეს გამოსახულება იმაზე არ ლოცულობენ ან დაღადგინო ან ახალი გადახატო მოფება შეიძლება არასწორად გამიგონ მაგრამ რაღაცას ვიტყვი აი უფალი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს და ამისთვის მოგიწოდებს თავად უფალი ხო თქვენ მოფება და ხატი ხო უნდა გიყვარდეს პირველ რიგში და მასე ლოცულობდა რო დაზიანდება აი თქვა შვილი რო დაზიანდეს ან ხელი მოხდეს ან ეთქილოს ხო არ გადავაგდებთ მეუფეო სახლიდან ხო მივხედავთ მოუვლით შვილია და გიყვარს და ამ ხატს რატო ვექცევით ასე გამოდის რომ არ გიყვარს ხო მეუფე
იცი გამოდის. ხო, იქვე გავიმეტებთ გადასაგდებად. ერთი მე რა სხვა ხომ აქვს. აი ასე გამოდის, ხო? ხო. ნუ ეხლა საერთოდ გაუფასურება ხდება ხათის. სამწუხაროდ, რა მხრივ. იგი ძველად ხატვერი იმდენი არ იყო, რომ ამდენი ხატა დახატული. ეს ერთი, მეორე არის წესი. ხატის წესი. აი თქვათ 10 ტონის თაზე არის შენარჩუნებული. ჯერ დაფა უნდა იყოს შესაძლოა ჯიშის ხის მასალა. მეორე ხდებოდა პარაკლისი ხდიდა და იკურთხებოდა დაფა. იკურთხებოდა საღებავები, რომელთაც უნდა ხატული იყო. თვითონ ის ხატერი იმ წმინდანისთან, იმ დღეს საურის ტროპარსან, პარაკლისთან უნდა დაიხდიდა ლოცულობდა და მე შეუდგებოდა, რომ მე ჩემით კი არა, ღვთის შეწევნით. ხო, ვიტყვი და იმ წმინდანის მეოხებით, ვინც ის სახეც არის ახლა. ხო, გამომსახო. ანუ ძალულება რწმენა ლოცვით, მარხვით, ხო. და ეხლა მიტა სტამბაში და ტირაჟი 1000, 10000, რამდენიც გინდა იმდენი იქნება და მოხდა გაუფასურება. ეს ტექნოლოგიური თუ ტექნოგენური ჩვენი ცივილიზაცია, რომელსაც აი შუა საუკუნეებში იწყება მე-16 მე-17 საუკუნიდან და დღემდე მოდის, მაგრამ ის აუფასურებს ამ საკრალურ ხარეს, ნუ ამ შემთხვევაში ხატი იქნება თუ სიწმინდე იქნება, ნუ ყველაფერი სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოვლინებული ჩვენი სარწმუნო დამოკიდებულება, ძალულება და ურთიერთობაში ამ სიწმინდესთან და არის რომ ყველაფერი გაუბრალებული, მაგრამ ეს არის ურწმუნოების გავრცელების შედეგი ქვეყანაზე. შენ თუ ნამდვილი ხატი გინდა, იქ იაფასიან რაღაცას ნუ კი იყიდი. დადი ნახე ხატწერი. ნამდვილი სერიოზული ხატწერი. ეს თხოვე იმას. რომ შეგისურს ეს ხატი. და ძირფასი იქნება შენთვის ხატი და როცა სტამბაში ესეთი 1000-ობით ტირაჟით გამოცემული რაღაცა უკვე გაუფასურებული შენთვის. კი სახე იგივეა. ძირფასია. კი შეიძლება შენ იყიდა. მაგრამ უკეთესია რომ წვენ შესრულებული იყოს ეს ურწმუნო ადამიანის მიერ შესრულებული იყოს. ცოდნე ადამიანის მიერ შესრულებული იყოს. არ ვიღაცა ნოვატორი, გამოგონებელი. თქვენ აი ახლა თქვენ რასაც შეეხეთ ამ თემას, ახლა ბიზნესი გახდა უფრო ეს და ისეთი აი მუსულმანურ ქვეყნებიდანაც კი შემოაქვთ ხატები, მათი შესრულებით, რომ აქ აყიდონ შემდეგ და ფული იშოვონ. ეგ რამდენად მისაღებია. ქვეყანა შეიძლება არის, მაგრამ ვინ შექმნა ეს ხატი? ეგ ქრისტიანი არის. ხო იცი. რომ ქვეყანა არ აქვს მნიშვნელობა. ბავშვს ამდენ წლების წინ იერუსალიმიდან რაღაცა ჩამოიტანა აი ეს სტამბოლში დაბეჭდილი ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრის. ნუ ვერონიკას ხატსოი დახიან, იქ ორი სახე არის ერთი ხელთუქმნელი ხატის. ერთი ვერონიკას. და მოძვარს კითხავ, რომ აი ეს შეიძლება თუ არა და ჩემო კეთილ ადამიანო იერუსალიმიდანო ცარი ფურცელ ჩამოვიტანო ისიც წინ ძირფასი შემთისო და რას ეძიებო თუ შენ თუ ლოცვა გინდა ილოცეო დამოკიდებულება წმინდა იონე შახაილს და საფრანცისკოს კითხეს მე რომ ეხლა ზოგი ამბობს რომ ძველ ხატებს უნდა ილოცო ახალზე არ უნდა ზოგებს ახალზე უნდა ილოცო და თქვენ რა სიტყვით და მე უპასუხა იცით რა
შეიძლება ძველ ხატებზე ილოცოთ, შეიძლება ახალ ხატებზე ილოცოთ და თავად ილოცოთო. ლოცოთ არა გაქვს რა მნიშვნელობა შენ ძველი თუ ახალია. თუ შენ სწმენა არა გაქვს საკმარისი, თუ სიყვარული, თუ სასწრება არა გაქვს, შენ სულიერ დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ახალი თუ ძველია. აი ჩვენ შინაგანს არ უფიქრები და სულ გარეგნულში ვეძებთ რაღაცა ვთქვათ მივიღოთ არ მივიღოთ კარგია ცუდია ესეთი ეს გაკითხვის სულია. თქვენ მეფე ეხლა მარხვა მიდის და ადამიანები უფრო იცავენ ეხლა თქვათ საკვების არ მიღებას რაც არ უნდა მიიღონ ამ მარხვაში და გარკვეულწილად ისევ არიან განრისხებაში, განკითხვაში და რამდენად მათი მარხვა სწორი დაცვა მარტო საკვებით იცავენ ამას და იგივე ცხოვრობენ როგორც ცხოვრობდნენ. თუ ახლა როგორ ვიტყვათ წერილში ყოფილი წერია მაგრამ თუ შენ არ გინდა წაიკითხო ის რაც შენ გამხელს მაშინ შენ იმას ვერ დაინახავ და მაცხოვარი ამ ხელს რომ აი იმათ ვინც გარეგნული ნიშნებით მარხულობსო რომ სახეს დაინწუხრებსო რაც ეს ამოსელს რაც ეს ჩაიცავსო და გულში იგივე ძველი კაციო არო შენო თავზე ზეთ იცხეო პირი დაიბანეო და ესეთი სავსე სიხაოთ იყავიო მითხა რას ისევ ზეთ იცხე თავზე შენი ფიქრები გულის თქმები გამშვალული იყოს ღვთის მადლით წყალობითო ის დაალაგეო შინაგანი შენი სახე დაიბანეო რა სახეს არის ბანს კი მაგრამ რატო იბნება არა შენი გარეგნული მოძრაობა საქმიანობა მეტყველება დამოკიდება ადამიანთან ის სახე შენი დაიბანე ანუ სუფთა იყოს შეთან მიმართებაში გარემოსთან ხო და შენი საუნჯეშიო საუნჯე ზოგს იქ სადაც ფულებში ნახავს ან თარმაგალტენში ნახავს იქ შედი არა შენ საუნჯე შენი გულიაო ანუ შენ გულში გულწრფელად ილოცეო ფარულათო და უფალიო ხედავსო და ფარულსო ცხადად მოგაგებსო შენ წერია ეს ყველაფერი და ჩვენ ასე ცხოვრობთ მე ვკითხულობ ხოლმე ხა ასეთი მარხვა ისეთი მარხვა და მარხვაზე პირდაპირ მოწყვილებს რომ საჭმელს და სასმელიო სასმელს არ იბედებსო ეს გარეგნული გამოხატულებაა ჩვენი რაღაცა რომ მე შემიძლია იმ გემრიელ საჭმელს მე მიყვარს თავი შევიკავო საჭმლის ბრალი კი არ არის ჩემში ბრალი რომ მე ვარ დამოკიდებული ამაზე აი ამ დამოკიდებულებას განთავისუფლდე შენ თორე ჭამა არ ჭამა კი არ არის ეს ჭამა არ ჭამა შენი შინაგანის გამოსასწორებლად არის რომ დამოკიდება იყო ან სასმელზე ან ტკბილეულზე ან ხორციელზე რაღაცა თავშეგაება ვისწავლოთ თავშეგაება ვისწავლოთ შენ და ფლობდი შენ თავს და არ უნდა იყო მონა რაღაცის არც საჭმლის და არც ხვარების გემოთ მოყარების თუ იქნება თუ სასმელის რაღაცა ხო ეს არის ეს მთავარი ასე მარხვისა ეს არის კულტურა შენი სულიერ ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და მაცხოვრებს რომ ლოცვითო და მარხვითო განიდევნებაო თუ ლოცვა შენი გარეგნულია თუ მარხვა შენი გარეგნულია მაშინ მასურის ხელში ხარ აბა გარეგნული უნდა იყოს მაგრამ არა საკმარისია გარეგნული და თუ გარეგნული შენ ამაყოფ ამით მით უმეტეს დამღუპელია შენთვის მაშინ ეს ყველაფერი წერია წერილში თუ შენ კითხულობ და ითავისებ ამ სიტყვას და ცოცხლდება სიტყვა შენში მაშინ შენ დასაკვირველია იცვლები და თუ არა ნუ რაც იყავის რჩები მე ტრაბახე შენ რომ მარხულობ თუ არ მარხულობ თუ რა გასაკეთებ ეს
თქვენო ერთი შეკითხვა მაქვს კიდე და ამასაც გეტყვით, მაგრამ აი როცა ლოცულობ შუაგულ ლოცვაში არჩევით ალმოვიდან ახლობლები, როგორ მოვიქცე? დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვისტუმრო თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო მათ? გაჩნია ვინ მოვიდა და კარი ვინ გაუღო? რო შემოვიდა ესე ხო და მოვიდოდა ესეთი მოღვაწე იყო განსვენებული მიტოპოლიტი ანტონი შუროჟელი მიტოპოლიტი მას აქვს პატარა წიგნი გამოცემული ლოცვის შესახებ და ესეთი კითხვა დასო რომ როცა სახში არ ახართ და ვიღაცა მოვიდა და გიკაკუნებს კარზეო ვინ გაუღებს კარსო თუ არა ხარ ვინ არ გაუღებსო თქო ლოცულთო თქვენ სახში ხართ ამ შოფერში თუ უფალთან ახართ თუ უფალთან ხარ არ მესმის ეგ ვინ მოვიდა მაგრამ თუ ოჯახის წერმა გაუღო კარი შემოვიდა მაშინ ის ოჯახის წევრი დაელაპარაკოს იმას და მე მაცადე მიჯერ უფალთან ვარ მაგრამ არის მეორე მომენტი სტუმარი ღვთისაა ხო ჩვენ ქართველები ვიცით რა იცი რატომ მოვიდა ეგ განსასწრელი ეგ გაჭირება ეგ რაღაცა ვერ დაიტია მოვიდა შენთან ნუგეშისთვის თანადგომისთვის და მაშინ შენ მიიღო ანუგეშო ხო და თუ მოვიდა რაღაცა ამაო რაღაცა დავიტესეთ იცი დამეო ცოტა ხანი ხო და ხო ეხლა აი რაღაცაით შენ თვითონ სიტუაცია გიკარნახოს როგორ უნდა მოიქცე ეს არის აქ წინასწარ გამოწვეული წესები არ არის მაგრამ სინდისი კარნახობს შენ როგორ მოიქცე და ბოლო თქვენ მეფება მოდის მაისის თვე და ხშირად გსმენია რომ მაისის თვეში არ შეიძლება ჯვრის წერა ნუ ეგ ხან გიკვირს რომ აი თოთ ახლა რუსოფობია იჩენს თავს ხოლმე და ამ დროს რუსული ვიღაცა შეყოფის ხორბში არის იგეცა და რუსულად მაი მე გადავთ მაიაცა მაიაცა აი იწანწალებ მთელი ცხოვრება და ვინც მაიში ისე იტყვი кто май женится жизнь будет маяться ხდა თუ შენ რუსული არ გიტას მაშინ რატო იჯერებ ამას და თუ იჯერებ მაშინ რატო გძულს თუ გძულს ხო მიგებ და მაგრამ ეს არის ხალხური გამოთქმა არის და მად სხვა საკითხი არის მოდით სხვანაირად შევხედოთ თაქვე მაისში კი არა რა აპრილში და ივნისში არა იმაში რომ გაზაფხული უფრო ემოციებს იწვევს ადამიანში ხო თვითონ ახალგაზრდული რაღაცა ენერგიებია და შეიძლება აქ იგულისხმება რომ აი ესენი გაზაფხულს აღტკინება იწევს შენ რაღაცა დამოკიდებულებას და ეხლა მოიცა დაელოდე შემოდგომამდე გაიცანი კარგად მიხედა ნაყოფები ნახე შემოდგა ნაყოფები ჟამი არის ამ ურთიერთობის თავისუფლის მიმართ როგორი დამოკიდებული დედამაშ როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან რაღაცასთან დანახე ჯერ გაიცანი ცოტა და მოიხონა და იმასთან იცხოვრო და ვინ არის არ უნდა გაიგო რატო ნუჩქარობთ ანუ მაშინ ესე ვიტყოდით რომ ჯერ შენი თავი აღზარდე რომ ოჯახის პატრონი იყო мама ან გინდა ოჯახის დედა თუ თხოვდები იყო დედობა დიდი ჯვარია თითოეული მშობიარობა ნუ ეხლა ყველაფერს ადვილად შეიძლება დააძინებენ საკეისოთი ამოიყვანენ და ბატონო შენი გაიღვიძე წაიყვანენ და თანა განცდა ეს აი დიდი ტკივილით მოპოვებული შენთვის განძი შენი სიცოცხლე და სიცოცხლის გაგრძელება თუ ეს განცდა რა გაქვს მაშინ არც გიყოს ბავშვი და მით უმეტეს ახლა რაღაც მოიგონეს
ისე კი დედები რაღაცა არიან. სუროგატი დედებიო. და ვერ ხვდებიან რომ იმ ბავშვის შენ დედა არ ახარ. რატო? ის შენ წიაღში არ იზრდებოდა. მაშინი ხმა არ მოусმენია. მაშინი გზნობა არ უგზნია. მაშინი გულისცემა არ გაუგია. ის შენ მისთვის ხარ უცხო. და როცა უბრალოდ დედა ის დედა არის მისთვის დედა. მისი ხმა ესმოდა, მისი ემოციები, მისი ყველაფერი და უცებ აღმოჩნდება ამ დედის ხელში. და ბავშვის ეს დიდი სტრესია. ის აღარ არის. ეს ვინ არის? ჩვენ ხო ამას ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ბავშვი ამას ხო ვერ გამოთქვამს. ეს სტრესი მთელ ცხოვრება გაყვება მას. აი ტექნოგენურმა ამ ცივილიზაციამ შემოიტანა იმდენი მსგავსება, იმდენი სიმახინჯე, ჩვენ ამას ვერ ხვდებით, რატო კომფორტულია. კომფორტებით იპყრობს ადამიანებს. არ ვწავლობ, არ ვიმშობიარებ, აგას სხვა იმშობიარებს და მე მეყოლება. და პირდაპირ გეტირია, რომ უფალმა ესალა თქვა, ხო, დედაკაც. ხო, ტკივილებით შობ შენ. დაუწეს. რომ დააფასო სიცოცხლე, რა ძვირფასი არის. ახალი სიცოცხლე. და შენ გამოშვი სიცოცხლე და ღვთისაგან მოცემული სიცოცხლე, ღვთისათვის არ არის ძვირფასი? აი, უნდა გესმოდეს სიდიადე ამ ქმნილებისა და რა ძვირფასი რამე გაქვს შენ მოცემული. ნამდვილ დედობა. და შეიძლება ფაქტობრივად ეგ სიკვდილზე მიდის დედაკაცი. ხო და არა, უნდა ეს კომფორტულად თუ არაფერი არ იგზნოს და ჩაიდოს ხელს დავიდეს და მაგ გავფასურებული მისთვის ეს. სათამაშო ხდება. არა ტკივილით მოპოვებული. არა ესე გასართობად რაღაცა. ნუ აი ხარ განვიკითხავთ, მაგრამ თვითონ მოვლენა არის მიუღებელი. მაგრამ კომფორტით გიზიდავს, ადვილი არის. ფული გადაიხადე და კარგად იქნება ყველაფერი. თქვენ ჩვენი დროც ამოიწურა გადაცემის დავიმშვიდობ ჩვენ ტელემაყურებლებს, მადლობა რომ მოგზავნით მოფება და გვაფასე გაგვახარეთ. აი სამშაბათს ჩვენი აქტუალიზ აღდგენის იხვალ და არის 12 საათზე იქნებს ბაგრატის ტაძარზე, ხო? ბაგრატის ტაძარში. 12 საათზე ჩაატარებთ პარაკლის, გადაიხდით. სამადლოველ პარაკლის და მოიხსენებთ პანოშიც გადავიხდით, ვინც იღვაწა ავტობუს აღდგენისთვის იმათვის. ასე რომ შემოგვერთდნენ ჩვენ ტელემაყურებლები, ერთმანეთს უთხრან, ნამდვილად ყველა უნდა მოვიდეს და ეს დღე ყველა უნდა დააფასოს. შეუძლია ისეთ ღირებულია. ხო, დამოუკიდებლობა. იბატონო. დიახ. კიდევ ერთხელ მადლობა მეუფე მოგზავნებისათვის. გემშვიდობებით პატიონ ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.